მე ბავშვებს და ქალებს ვერ მევატყუებ. ეს იყო ქართველი გმირი ჟუმბერ ბეთაშვილის პასუხი შეთავაზებაზე. სასწრაფო დაეტოვებია აფხაზის სეპარატისტების, რუსი და ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების მიერ თითქმის აღებული სოხუმი. მან პირობა შეასრულა. ბოლო ჟუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავსთან და მის სხვა კოლეგებთან ერთად ნახეს, როდესაც ხელშეკრული გამოიყვანეს ბოევიკებმა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ცალკე გაიყვანეს. მას შემდეგ 54 წლის ქართველი გმირი აღარავის უნახავს. ჟუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობდა სემილზე. სწავლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი კლასელები იყვნენ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტევა, გელა ჩარკვიანი. მამა რკინიგზელი იყო და სამსახურის გამო სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე გახდა ჟუმბერ ბეთაშვილი სოხუმელი. 1972 წელს იყო მიუნხენში ოლიმპიური თამაშების კომკავშირის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ აგრაში, საქალაქო კომიტეტში, ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში, ხოლო 1992-93 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას მას არც ერთი დღე არ დაუტოვებია ქალაქი. ეხმარებოდა ყველას. როგორც ქართველებს, ისევე აფხაზებს, ბერძენებს, რუსებს, სომხებს. მან მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთს დაუკავშირდა. ჟუმბერ ბეთაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.